ანაკლიაში ჩერქეზ და გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი დაიდგმება. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ მიიღო, რომელმაც სპეციალური პირობებიც დათქვა. ძეგლი აუცილებლად შავი ზღვის სანაპიროზე უნდა მდგარიყო. იქიდან გამომდინარე, რომ სიკვდილით გადარჩენილი ჩერქეზები სწორედ ანაკლიაში გადმოსახლდნენ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილებით მემორიალი სწორედ აქ დაიდგმება. ესკიზი და პროექტი უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური კომისიის ვიზირების შემდეგ კი სამუშაოებს ზუგდიდის გამგეობა ჩაატარებს. ჩერქეზების გენოციდის აღსანიშნავ მემორიალისთვის შეიქმნა კომისია, და კომისია ჩამოყალიბდა იმ კრიტერიუმებზე, რის მიხედვითაც უნდა შეირჩეს ადგილი. კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად შავი ზღვისპირეთში, იმიტომ რომ შავი ზღვისპირეთს აქვს განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა. ეს ადგილი ანაკლი არის სწორედ ის ისტორიული ადგილი, საიდანაც ამ გენოციდს გადარჩენილი ადამიანები მიდიოდნენ უკვე ოსმალეთში. მინისტრთან ერთად მოვნიშნეთ რამოდენიმე ადგილი, ამის შემდეგ გაკეთდება პროექტირება დასრულებისთანავე ჩვენ მუნიციპალიტეტი განვახორციელებთ ამ პროექტს.